გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია საოცნებო დღე. PSG-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ხვიჩას კომენტარი. მუდმივი საფრთხე მეტოქეებისთვის საუთემპტონს ჩაკვეტაძის შეძენა ურჩიეს. დღეისათვის მე მრავალი საინტერესო ინფორმაცია მოგიმზადეთ. ამიტომ თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. 90,000 გამომწერამდე კი სულ რაღაც 600 გამომწერი გვიკლია. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, ახლა იდეალური დროა. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ქოჩორაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები. ცოტა ხნის წინ გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა იბართან ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადაუხადო, რადგან ვარჯიშებისას მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემს გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე. ლევანტეს კი კაცი ვტოვებ. თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს დამშვიდობება არ არის. ჩვენ კიდევ შევხვდებით. განაცხადა ქოჩორაშვილმა. ქოჩორაშვილი კი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის სპორტინგში ითამაშებს, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება წარმოდგენილი. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ქოჩორაშვილი ლევანტეში 2019 წლიდან ირიცხებოდა. მან კი საერთო ჯამში 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. საუთემპტონმა პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონი საშინლად ჩაატარა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი დაიკავა. ამიტომ წმინდანებს შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროებათ. ატაკინგ ფუტბოლმა კი უცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუთემპტონს გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა ურჩია. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ჩაკვეტაძე 25 წლის ქართველი ნახევარმცველია, რომელიც მორთფორდის რიგებში ასპარეზობს. ჩემპიონშიპში მოთამაშე ჩაკვეტაძე კრეატიულ ძალად სწრაფად იქცა. დიდი ალბათობით მატეუშ ფერნანდეში საუთემპტონს დატოვებს. ამიტომ ჩაკვეტაძე სერიოზული კანდიდატია, რათა ნახევარდაცვაში გაჩენილი სიცარიელე შეავსოს და წმინდანების სრავა სალა შემატოს. 2024-25 წლების სეზონმა ჩაკვეტაძის ძლიერი მხარეები გამოკვეთა. ის არის ბურთის წამღები, პლეიმეიქერი, რომელიც მეტოქის ნახევარზე ბრწყინვალედ მოქმედებს. მისი უნარი, რომ ევროები ჩამოიშოროს და შეტევის ტემპი შეცვალოს, კარგად ეწყობა გუნდის სტილს, რომელიც მაღალ ტემპსა და პირველ ნომრად თამაშია ორიენტირებული. წერია გამოცემაში. მე კი შეგახსენებთ, რომ გიორგის პრემიერ ლიგის კლუბები აქტიურად აკვირდებიან და სხვადასხვა დროს ჩაკვებულს ევერტონსა და ლესტერს დაუკავშირეს. როგორც მოგეხსენებათ, 31 მაისს კვარაცხელიამ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო და ფინალში გოლის გატანა შეძლო. რითიც ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კი როგორც PSG-ზე, ასევე კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. მაგალითად, PSG-ს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა ავტორიტეტულ გამოცემა ლე პარიზიენთან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. წარმოუდგენელია, როდესაც ხედავ თუ როგორ ახორციელებს მატჩის მიწურულს კვარაცხელია 80 მეტრიან გარბენს. როდესაც ამ დეტალებს უყურებ, ხვდები, რომ ყველა ფეხბურთელმა თუ სხვა თანამშრომელმა წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ყველა ერთმანეთს ეხმარება და სწორედ ეს ხდის PSG-ს განსაკუთრებულს. გრძნობ, რომ ამ გუნდში რაღაც ჯადოსნური ხდება. აქ ვარსკვლავური კოლექტივი შეიკრიბა, ამბობს ლუის ფერნანდესი. აღსანიშნავია ისიც, რომ საჩემპიონო ზეიმის ფარგლებში ცოტა ხნის წინ PSG საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე შეკრების საზოგადოებას ჩემპიონთა ლიგის თასი წარუდგინა. ემანუელ მაკრონი კი ფეხბურთელებს სათითაოდ გვარების მიხედვით მადლობას უხდიდა და ბუნებრივია, რომ არც კვარაცხელია გამორჩა. საფრანგეთის პრეზიდენტს ხვიჩას გვარის წარმოთქმა გაუჭირდა და ხუმრობი თქვა, რომ პარიზულმა გუნდმა 3 ფილტვის მქონე ფეხბურთელი დაიმატა. ამოკლე დროში კი ხვიჩა პარიზში ძალიან შეიყვარეს. ეს ყველაფერი კი PSG სტადიონზე პარკ დე პრანსზე კარგად გამოჩნდა. კერძოდ, როდესაც სტადიონზე სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობდა, ხვიჩას გამოცხადებაზე სტადიონი დაინგრა. განსაკუთრებით ემოციური კი გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე იყო, რომელიც კვარას დაუვიწყარი ემოციებით შეეგება. ფაქტია, რომ ხვიჩამ PSG-ს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ინდივიდუალურ მიღწევებზე მეტად გუნდის წარმატებაზე ფიქრობს. მას არ ეთაკილება დაცვაში თამაში და ყველაფერს გაიღებს, რათა გუნდმა გამარჯვება მოიპოვოს. მსგავს გუნდურ მოთამაშეებს კი ტიტულები აუცილებლად მოაქვთ. ხვიჩამ კი ახალგაზრდა თაობას კიდევ ერთხელ მისცა მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია. ხოლო თუ იშრომებ და ბევრი დაბკოლების მიუხედავად რწმენას არ დაკარგავ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. კვარამ თამაში საქართველოს ჩემპიონატიდან დაიწყო და საბოლოოდ 24 წლის ასაკში მან ოცნება აიხდინა და ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. სწორედ ამიტომ ხვიჩა დღესდღეობით უამრავი პატარა ბავშვის მაგალითია და თითქმის ყველა ბავშვს აქვს ოცნებად ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში. ხოლო თუ თქვენ ბავშვს
მსგავსი ოცნება ან სურვილი აქვს, მინდა გირჩიოთ ერთ-ერთი საფეხბურთო აკადემია. კერძოდ დიღმის აკადემია მიღებას აცხადებს 2013-დან 2020 წლამდელ ბავშვებისთვის. ამიტომ თუ გსურთ თქვენმა შვილმა ფეხბურთის თამაში კომფორტულ, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში დაიწყოს, მაშინ დიღმის აკადემია ამაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ. ინტერესის შემთხვევაში კი შეგეძლიათ დარეკოთ მოცემულ ნომერზე და გაეცნოთ დეტალებს. პარიზული კლუბი კი შიდა სამზარეულოში განწყობის ამაღლებას კიდევ უფრო ცდილობს და ისინი მომავალ სეზონშიც დიდი ამბიციებით იქნებიან. სწორედ ამიტომ პარი სენ-ჟერმენმა უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ შეიქმნა პროექტი სახელწოდებით ერთი გუნდი და მისი მთავარი მიზანი კლუბის შიდა ერთობის გაძლიერება. ამიერიდან დანამატებს მიიღებენ არა მხოლოდ სპორტული სფეროს წარმომადგენლები, არამედ ტექნიკური პერსონალი, მებაღეები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ PSG-ს წარმატებისთვის. კლუბმა კი გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უპრეცედენტოა ფრანგულ სპორტში. პარი სენ-ჟერმენი კი იმედოვნებს, რომ მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ერთიანობას და შექმნის გუნდურობის ძლიერ კულტურას, სადაც ყველა თანამშრომელი საკუთარ თავს კლუბის სრულფასოვან ნაწილად იგრძნობს. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ კვარაცხელია შრომას უკვალოდ რა თქმა უნდა არ ჩაუვლია. კერძოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გოლმა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა და ხუჩას ისევ წინსვლა აქვს. ქართველმა ფეხბურთელმა მე-11 პოზიციიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. PSG-ს ქართველმა გარემარბმა კი ჰარი კეინს, პედრის, აშრაფ ჰაკიმისა და რობერტ ლევანდოვსკის გადაუსწრო. კვარა კი მხოლოდ დეზირე დუეს, კილიან მბაპეს, მოჰამედ სალახს, რაფინიას, ლამინ იამალსა და უსმან დემბელეს ჩამორჩება. ეს გამოცემა კი ხუჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა თლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევროტურნირებზე კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი კი მეოთხედფინალში ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება. წერია გამოცემაში. კვარაცხელიას კი პარი სენ-ჟერმენში ჩატარებული ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ტიტულები ნამდვილად არ აკლია, თუმცა ბევრი მიიჩნევს და სრულიად სამართლიანად, რომ ნაპოლის მიერ სკუდეტოს მოგებაში 24 წლის ქართველს თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი და ოქროს მედალს ისიც იმსახურებდა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვა ხუჩა შეკითხვა Sky Sport-ის ჟურნალისტმა, რაზეც კვარაცხელია შემდეგ კომენტარს აკეთებს. ვამაყობ, რომ იტალიის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდი. დიახ, ვთვლი, რომ ამ სკუდეტოს მოგებაში მეც მონაწილეობდი, რადგან პირველ წრეში ნაპოლის ფეხბურთელი ვიყავი და ბოლოს 17 მატჩში მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლის შემდეგაც პარტენოპეის თამაშებს სისტემატიურად ვუყურებდი და მათმა გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მომიტანა, განაცხადა კვარაცხელია. ცნობისათვის სხვადასხვა გუნდების ჩემპიონობისას მედალი მიღებული აქვთ იმ მოთამაშეებსაც კი, რომელთაც მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებიათ. ამ დროს კი რთული სათქმელია აურელიო დე ლაურენტისის იჯიუტის თუ ხელოვნურად შექმნილი წესდების გამო, რატომ არ გადასცეს 5 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი. მაგრამ ნაპოლი უკვე წარსულია და ნათლად გამოჩნდა, რომ ხუჩამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის თავისი საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორი იქნება მომავალი სეზონიდან ლივერპულის 11-ეული, რას წერს ბრიტანული მედია? ბარსელონას პირველი ტრანსფერი და მორიგი ფეხბურთელი კატალონიელთა რადარზე. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბოლო დღეების განმავლობაში ესპანიოლის კარის დარაჯი ჟუან გარსია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. 24 წლის ესპანელის გადაბირებით კი არც მეტი არც ნაკლები რეალი და ბარსელონა ინტერესდებიან. ხოლო უკანასკნელი ინფორმაციით, რომელსაც გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრისიო რომანო ავრცელებს, გარსიასთვის ბრძოლა ბარსელონა მოიგო. კატალონიური გრანდი ესპანიოლის გამოსასყიდ თანხას 25 მილიონ ევროს გადაიხდის. რომანოს ცნობით კი ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. შეგახსენეთ, რომ გარსიამ თავი მიმდინარე სეზონში დიდებულად წარმოაჩინა და გულშემატკივრებს თავი არაერთი გამორჩეული მოგერიებით დაამახსოვრა. ამიტომ ეს მეკარეს სამომავლო პერსპექტივისთვის საკმაოდ კარგი არჩევანია. რაც შეეხება ბარსას მეორე ტრანსფერს, მარკუს რეშფორდი და ლუის დიაზი აქტიურად იბრძვიან, რათა ბარსაში გადავიდნენ. მუნდო დეპორტივოს ინფორმაციით, ლუის დიასმა ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ასევე მან უარი თქვა საუდის არაბეთიდან მიღებულ უდიდეს შეთავაზებაზეც, რადგან მისი სურვილია, რომ ბარსაში გადავიდეს. კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტმა ლივერპულში ატყობინა, რომ დიას მხოლოდ ბარსაში ტრანსფერი აინტერესებს. სპორტის ცნობით კი კატალონიური გრანდი ლუისის შეძენაზე ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ 80 მილიონს, რასაც მერსესაიდელები ითხოვენ, ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ. კლუბი კი იმედოვნებს, რომ მას უფრო იაფად იყიდის. ამიტომ მიუყვეთ მოვლენების განვითარებას. სულ მალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თუმცა უკვე არაერთი ინფორმაცია აქვს
ვრცელდება სხვადასხვა ტრანსფერებზე. ყველაზე მეც კი ფლორიან ვირთზე წერენ, რომელსაც ლივერპულს უკავშირებენ. მოგეხსენებათ Merseyside-ულ გრანდში მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი იასპარეზებს. ბრიტანული გამოცემა Football Fancast კი ასახელებს ლივერპულის 11-ულს, რომელსაც მომავალი სეზონისთვის ოცნების შემადგენლობას არქმევს. მაგრამ სამწუხაროდ შემადგენლობაში მამარდაშვილი არ მოიაზრება. გამოცემა მეკარის პოზიციაზე კვლავ ალისონ ბეკერს ვარაუდობს, რომელიც თავის გადაწყვეტილებას შემდეგი სიტყვებით ხსნის. გასულ ზაფხულში ლივერპულმა ვალენსიადან მამარდაშვილი იყიდა და კონტრაქტის გაუფორმა. სულ მალე ქართველი მეკარე ენფილდს შეუერთდება, თუმცა მას ძალიან გაუჭირდება ალისონ ბეკერის ძირითად შემადგენლობიდან ამოგდება. ალისონის ბრწყინვალებამ კელეჰერი, რომელიც ფანტასტიკური მეკარეა, სხვა გუნდის მოძიება აიძულა. მამარდაშვილს კი პირველი ადგილის დასაკავებლად ლოდინი მოუწევს, წერია გამოცემაში. აღნიშნული გამოცემა კი მომავალი სეზონი და მსგავს 11-ულს ვარაუდობს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.